თელავის ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძეს 5,000 ლარიანი გირაო შეეფარდა და დარბაზიდან გათავისუფლდა. ეს გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ თამარ კაპანაძემ მიიღო. ცნობილი გახდა, რომ გირაოს თანხას სასტუმროს ადმინისტრაცია გადაიხდის. გამოყენებული იქნა კვეთის ღონისძიების სახით მხოლოდ გირაო 5,000 ლარის ოდენობით. მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმრობა არ გამოყენებული იყო გირაოს უზრუნველსაყოფად. ბრალდებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120 მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, როგორც სხვა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებთან დაკავშირებით, ბრალდების ხარე მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას 5,000 ლარის ოდენობით. მოსამართლის მიერ დაკმაყოფილდა ბრალდების ხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ნაწილში ბრალდებულს შეეფარდა გირაო 5,000 ლარის ოდენობით, თუმცა გირაოს უზრუნველსაყოფად გამოყენებული არ იქნა პატიმრობა.